ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს. უნივერსიტეტმა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ექსპერიმენტის ლიდერს, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს ტიციანო კომპორეზის უმასპინძლა. განიხილეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები, როგორც სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების, ისე კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმასპინძლეთ ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას. განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის გეგმები, გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები ჩვენი კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნა და ამით კიდევ უფრო საინტერესონი გახდნენ საერთაშორისო საქმეების ბაზისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაფუძნებულია, ის სწრაფად იზრდება და ვითარდება. ვიმედოვნებ მომავალში მონაწილეობას მიიღებთ CERN-ის სხვადასხვა პროგრამებში, რომლებიც ტარდება ჟენევის ლაბორატორიაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩამოვიდნენ ჟენევაში, ისწავლონ და განავითარონ უნარები კომპიუტერულ მეცნიერებებში, ზოგად კვლევებსა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. შედგა ძალიან პროდუქტიული, ძალიან სასარგებლო დისკუსია, მიღწევლებთან შეთანხმება სტუდენტური გასვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევითი ერთობლივი პროგრამების დაწყების შესახებ. ყურადღება დაეთმო ჩვენი ადრონული ცენტრის ასე ვთქვათ ფუნქციონირებას, რომელიც დაახლოებით 2 წელიწადში უკვე თავის სტარტს აიღებს.